ქალმეწარმეებს თანამედროვე ცხოვრებაში სულ უფრო მეტი მნიშვნელობა და როლი აქვს როგორც ადგილობრივ, ისე ქვეყნის ეკონომიკაში. თუმცა იმისთვის, რომ იდეა რეალურ მდგრად ბიზნესად გადაიქცეს, მხოლოდ მონდომება საკმარისი არ არის. საჭიროა ცოდნა, მხარდაჭერა და რესურსებზე ცდომის შესაძლებლობა. სწორედ ამ ყველაფერს აერთიანებს მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, რომელიც 2022 წლიდან ხორციელდება და უკვე საკმაოდ ბევრ ქალს დაეხმარა საკუთარი საქმიანობის დაწყებასა და განვითარებაში. რას გულისხმობს მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა და როგორ ეხმარება ის ქალებს სტუმრებთან საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის არასაბანკო პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და ეკაჭუმურიძესთან და ბარტყიბუს წიგნების დამფუძნებელთან სოფო კიკნავალიძესთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა გადაცემა სტუმრობისთვის. ბიზნეს პარტნიორის ფარგლებში ძალიან ბევრი გადაცემა გვაქვს მიწყვნილი, როდესაც ქალი მეწარმეების პრობლემებზე, გამოწვევებზე ვსაუბრობ და იმაზე თუ რა შეიძლება რომ ქალმა მეწარმემ და როგორ შეიძლება რომ გააკეთოს საქმიანობის დაწყებიდან შემდგომ მისი განვითარების და მიმართულებით და ბუნებრივია რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ეტაპზე ფინანსური მხარდაჭერა. ამიტომ დავიწყებ თქვენი თეკა რა პროექტზეა საუბარი, რა პროგრამაზე, რა სახით ეხმარება საქართველოს ბანკი ქალ მეწარმეებს და რა მიზნები აქვს და რას მოიცავს ითად ეს მხარდაჭერა. მოგესალმებით. საქართველოს ბანკი არაერთი ინიციატივით გამოირჩევა ქალი მეწარმეების ხელშეწყობისთვის. ჩვენი ცნობილი 360 გრადუსიანი მხარდაჭერის პროგრამა გულისხმობს ბიზნესის დახმარებას სხვადასხვა მიმართულებით და სწორედ ახლა მიმდინარედ აქტიური არის ეს ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამა, რომელიც UNDP-ის და EFSA-ს პარტნიორობით ხორციელდება და ეს გულისხმობს მეწარმეობისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას, კვალიფიციური ტრენერების მიერ სწავლებას ბიზნესისთვის, საჭირო სხვადასხვა უამრავ თემაზე, ასევე სანაცნობო ქსელის შექმნას, აი networking-ს, რასაც ვეძახით, რა თქმა უნდა, ფინანსური რესურსების მოპოვებაში დახმარებას და სხვა. ანუ ჩვენი და პროექტის მიზანი არის მეწარმე ქალბატონებს მივცეთ ყველა ის რესურსი და ინსტრუმენტი, რაც სჭირდებათ მათი წამოწყებების განვითარებისთვის. რეალურად უკვე შეგვიძლია თქმა, რამდენმა ქალმა მეწარმემ ისარგებლა და რეალურად მე თუ ადევნებ თვალს, აი როგორ ახერხებენ აი ამ რეალურად ფინანსური მხარდაჭერის აი ამ ნაწილის გამოყენებას სწორად და მე განვითარებას თუ ახერხებენ ის მეწარმე ქალბატონები, რომელთა დახმარებასაც ამ პროგრამის ფარგლებში უწევთ. დიახ, პროგრამა 2022 წლიდან მიმდინარეობს, უკვე 10 რაუნდი ჩავატარეთ, 200-მდე ქალბატონმა მიიღო მონაწილეობა. რეალურად ქალბატონებს ინტენსიური სწავლების შესაძლებლობა აქვს 3-4 დღის განმავლობაში, სადაც ისინი გარდა თეორიული ცოდნისა პრაქტიკულად ეხებიან ისეთ სავარჯიშოებს და ისეთ თემებზე, როგორიც არის მაგალითად ფინანსირება, ბიუჯეტირება, მარკეტინგი, კომუნიკაციები და წელს განსაკუთრებით აქცენტს ვაკეთებთ AI-ის მიმართულებით, რადგან ჩვენ ყველამ შევაბიჯეთ ახლა თქვი კიდეც რომ AI უკვე ისეთი მასშტაბის გარღვევას ახდენს ყველა მიმართულებით, რომ რაც მეტად გათვითცნობიერებლები ვიქნებით ყველა ჩვენგანი ტექნოლოგიების მიმართულებით და ხელოვნურ ინტელექტში მით უფრო წარმატებული შეიძლება იყოს ჩვენ თითოეული ჩვენგანი საქმიანობა. დიახ, სწორედ ასეა და რადგან ჩვენი ყოველდღიურობა გახდა, ვფიქრობთ, რომ AI-ის ხელსაწყოების გამოყენების სწავლება ზუსტად ძალიან დროული და რელევანტური არის განსაკუთრებით სტარტაპერ ბიზნესებისთვის. აქამდე 200-მდე ქალბატონმა მიიღო მონაწილეობა, წელს კიდევ 4 ასეთი რაუნდის ჩატარება არის დაგეგმილი და 20-25 წელი განსხვავდება იმით, რომ ჩვენ რეგიონებში ვუმასპინძლებთ ქალბატონებს, ქუთაისში, ბათუმშიც და თელავში, ჩვენ ხვალ დილით უკვე მივემგზავრებით იმერეთში. საინტერესოა როგორია დავუშვათ ეს პროცესი, როგორ ხდება, რა ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე როგორ ხდება შერჩევა, იმიტომ რომ ადამიანებს ჰქონდეთ სრული წარმოდგენა თვითონ შემდგომ ეტაპზე პირობითად როგორ შეიძლება რომ მიიღონ აი ამ პროგრამაში მონაწილეობა. ყველა ქალბატონს შეუძლია განაცხადოს სურვილი პროგრამაში მონაწილეობის, უნდა ჰქონდეს საინტერესო ბიზნეს იდეა, ან უკვე წამოწყებული ბიზნესი, ეს უნდა იყოს საინტერესო, ხდება შერჩევა. აღსანიშნავია, რომ ასობით აპლიკაცია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები არიან. თუმცა გამოცდილი მეწარმეებიც ყოფილან ჩვენი კურს გამოვლილი ქალბატონები, რომლებისგანაც ძალიან დადებით უკავშირს ვიღებთ, იმიტომ რომ ეს 3-4 დღიანი ინტენსიური სწავლების ვორქშოპი მათ აძლევთ შესაძლებლობას, რომ უფრო რაღაც მასშტაბური პერსპექტივიდან დაინახონ თავიანთი ბიზნესი, რა თქმა უნდა, მეტი სწავლების პირობებში ჩნდება მეტი შესაძლებლობა უკეთ გახედონ დიდ სურათს და აიდენტიფიცირონ დროულად გამოწვევები და მიიღონ სწორი და მართებული გადაწყვეტილებები. სტატისტიკა როგორ რაზე მეტყველებს დავუშვათ ეს ქალბატონები აი ამ ვორქშოპებისა და აი ამ ცოდნის შემდგომ გამხდარან საქართველოს ბანკის უკვე მეწარმე კლიენტები რეალურად აი ბიზნეს პროდუქტებით უსარგებლიათ, ან ტენდენცია როგორია და რამდენად ეხმარება აი ამ ტიპის ცოდნა მათ თავდაჯერებულობაში, რომ მე უფრო თამამად და თავისუფლად ურთიერთონ ფინანსურ ინსტიტუტს.
დიახ, ნამდვილად ეხმარება. გარდა ამისა, ქალბატონები, აი როგორც აღნიშნე, საქმიან წრეს იფართოებენ ერთმანეთთან B2B ურთიერთობებში შედიან, ბიზნეს თუ ბიზნეს ურთიერთობებში და ბანკთანაც ძალიან აქტიურ კომუნიკაციაში არიან. ჩვენ ყველა მათგანთან მეგობრობთ, თვალს ვადევნებთ მათ განვითარებას, მათი ბიზნესის განვითარებას ეტაპობრივად ძალიან გვიხარია და წარმატებებს უსურვებთ ყველა მათგანს. აუცილებლად ბოლოსკენ ყლავას მოგიბრუნდებით თლიანობაში საომალო გეგმებთან მიმართებაში. ჩვენთან ერთად იმყოფება სოფო კიკნაველიძე, ბარტყი ბუს წიგნების დამფუძნებელი ხელმძღვანელი. რეალურად რაში გამოგადგათ აი ეს პროგრამა? ძალიან მე ყოველთვის მაქვს ხომ ესეთი განცდა, რომ და მაქვს სურვილი, რომ არასდროს არ იყოს ეს პროგრამები დაუშვათ მხოლოდ უბრალოდ ინიციატორების დონეზე არ დარჩეს და მე რეალობაში გამოიყენოთ ეს ცოდნა, ხო? ჩვენ ბევრი ასეთი პროგრამის შესახებ გვისაუბრეთ, ეს ამიტომ საინტერესოა თვითონ ბენეფიციარის თვალით რეალურად რამდენად სარგებლიანია, რამდენად შედეგიანია ამ ტიპის პროგრამები. თქვენ რაში გამოგადგათ, როგორ გამოგადგათ და რაში გამოიყენეთ ეს დაუშვათ ცოდნა? პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. ჩემი ესე იგი ბიზნეს იდეით და კომპანიით შევიტანე განაცხადი, საბედნიეროდ ამარჩიეს, ძალიან სასიხარულო მომენტი იყო. სიმართლე გითხრათ, თავიდან რომ მივიდოდი, ზუსტად არც ვიცოდი, ანუ რა იქნება, რას მოვიტანს ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ ელემენტარულად ძალიან დიდ ცოდნას იღებ, აი 4 დღის ინტენსიურად, ანუ დილიდან და ღამებამდე ვიყავით ამ პროცესში ჩართულები. იმ მომენტში 15 ქალი მეწარმე ვიყავით ერთად და აი ნულიდან, დაფუძნებიდან, აი რაღაცა რეალურ შედეგებამდე როგორ გაიაროს სწორად გზა, ამას გასწავლიან და ეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი. აი როგორ გამოიყენეთ მე ეს პრაქტიკულ საქმიანობაში? თქვენ უკვე დაფუძნებული გქონდათ კომპანია? და კი კომპანია მქონდა დაფუძნებული. დაინახეთ ხარვეზები ან დაუშვათ შეცდომები, რომელიც აი ამ პროცესში გაიარეთ, რაც დაუშვათ აი ამ უშუალო სწავლებისას. ჩემთვის მაგალითად ზუსტად აი ფინანსურად როგორ მართო კომპანია, როგორ მართო, როგორ გაანაწილო ბიუჯეტი, აი ესეთი პრაქტიკული დავალებები ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ სწორედ ამ პრობლემის წინაშე ვიდექი, აი თქვათ მაგ რაღაცა ბიუჯეტი სწორად როგორ გავანაწილო, რომ ამას შედეგები მოიტანოს. და სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში ძალიან კარგად მოხდა ამის შესწავლა, ამის სწორად გაცნობიერება, გადანაწილება და შემდეგ გამოყენება. რას ურჩევდით ყველა იმ ქალს, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს გადადგმული ეს ნაბიჯი, იმიტომ რომ მე განსაკუთრებით ყოველ შემთხვევაში აი რაც ქალი მეწარმეების რუბრიკას ვაკეთებ ბიზნეს პარტნიორი, ამ რუბრიკის ფარგლებში ბევრს საუბრობთ ხოლმე და დამჭერს შეება რომ გარკვეულწილად აი პირველი ნაბიჯის გადადგმა, რომ აი დავიწყო რაღაცა მაინც ადამიანებს უჭირთ. რას ურჩევდით იმ მეწარმეებს რეალურად რომელსაც აქვს სურვილი, თუმცა ჯერ არ იციან ეს როგორ გააკეთოთ და გარკვეული შიში აქვთ, რომ აი რეალურად გამომივა კი, მე ხომ არ მაქვს სათანადო ცოდნა. სწორედ მაგიტომაც რომ არ გაქვს სათანადო ცოდნა, უნდა დაიწყოთ, უნდა გადადგათ ეს ნაბიჯი, იმიტომ რომ ხშირად აი მეც მქონდა თავიდან ეს შეგრძნება, რომ თქვათ დავიწყე და მე რეალურად რამეს ეს მომცემს, თუ ეს დასრულდება სიტყვების დონეზე, მაგრამ საბედნიეროდ არა. ეს გაძლევს რეალურ ცოდნას, რომელსაც მე პრაქტიკულად იყენებ მომენტალურადვე. აი ეგრევე ჩაერთვები შენს ბიზნესს, ავითარე. აი როგორ ასახეთ მაგალითად ეს თქვენს ბიზნესში, თქვენ საქმიანობაში? ელემენტარულად აი ხო როგორც ვთქვი, ბიუჯეტის სწორად წარდგენა, სწორად ჩამოყალიბება, იგივე პროექტის სწორად შედგენა, თქვა ბიზნეს გეგმის სწორად ჩამოყალიბება, რომ შეიტანოს სხვადასხვა დაფინანსებებზე, ის იმავე UNDP-ის დაფინანსებაზე თვითონ ვინც არის ხო საქართველოს ბანკის და UNDP-ის პროგრამაში, იქაც რომ სწორად გააკეთო, ანუ პროგრეს განაცხადი, სწორად შეიტანო, ამის ყველაფერში გეხმარებიან, რომ სწორად წარადგინო ყველაფერი ისე, რომ თქვა ინვესტორი ამით დაინტერესდეს და ჩადოს შენს ბიზნესში, ასე ვთქვა, თანხა და განავითარო შენ ბიზნესი. კი ბატონო, ქალ მეწარმეებს დაუშვათ ფინანსური მხარდაჭერის კუთხით დღეს გაქვთ გამოწვევები, შესაძლებლობა და პარალელურად შესაძლებლობა, რომ თქვენი საქმიანობა რეალურად ფინანსური მხარდაჭერით დაუზრუნავთ მაგალითად ფინანსურ ინსტიტუტთან მიმართებაში, ამ შემთხვევაში პირობითად რადგან საქართველოს ბანკის წარმომადგენელი ბრძანდება ჩვენთან, რეალურად პრობლემებს აწყდებით თუ მაქსიმალურად ცდილობენ რომ დაგეხმაროთ? არა, მაქსიმალურად ცდილობენ, ნამდვილად ცდილობენ, ახლა პრობლემები იმდენად პრობლემებს ნაკლებად აწყები, უფრო აწყები სწორად აი ამისთვის არის ეს პროგრამა, სწორად გააკეთო, სწორად ჩამოყალიბო, სწორად წარადგინო. ის რაც შენ გაქვს თქვა თავში, რაც შენ გინდა რომ აწარმოო, რაც შენ გინდა რომ ხალხამდე მიიტანო, სწორედ ამის სწორად ჩამოყალიბებაში გეხმარებათ ეს პროგრამა და რეალურად აქვთ ეს ფინანსური გრანტები, რომლებსაც აცხადებენ პერიოდულად, ეხლა გამოცხადდა ხელმეორედ ეს გრანტი, ძალიან დიდი იმედით ვარ თუ ყველანი ვინც ამ პროგრამაში ვარ ჩართული, რომ მივიღებთ ამ დაფინანსებას და წინ წავწევთ ჩვენ ბიზნესს, იმიტომ რომ უშუალოდ ძალიან მნიშვნელოვანია უშუალო დახმარება, აი მაგალითად რაღაცა საჭრელები, დანადგარები, ესეთი რაღაცები შეძენა, რაც პირადად ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, აი ჩემ ბიზნესის განსავითარებლად საჭრელები ესეთი რაღაცები. თქვენი ბიზნესი რა სფეროს მოიცავს? ესე ჩვენ ვაწარმოებთ განმავითარებელ წიგნებს, სენსო
ინფორმატორულ განმავითარებელ წიგნებს და საჭრელები იდეალური რაღაცაა ჩვენთვის, იმიტომ რომ შეგვიძლია განვავრცოთ ეს ბიზნესი. ეხლა თუ თქვათ მოთხოვნა ძალიან დიდია, მაგრამ ჩვენ ყველას ვერ მაკმაყოფილებთ, იქიდან გამომდინარე რომ ხელით კეთდება ეს ყველაფერი. დაზგების შეძენის შემთხვევაში გვექნება იმის საშუალება, რომ ბევრად გაიზარდოს და ყველა ვინცაც დაინტერესებულია, დაკმაყოფილებული დარჩეს. დიახ. კი ბატონო, წარმატებებს გისურვებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ასეთი ქალბატონი წარმოვაჩინოთ საზოგადოების წინაშე, რომ სხვებისთვის კიდევ უფრო მეტი მაგალითი იყოს, თუმცა აუცილებლად მინდა გითხოთ, დაუშვათ თქვენ სფეროში რეალურად გამოწვევები თუ არის და დაუშვათ ამ გამოწვევების გადაჭრაში მსგავს ტიპის პროექტები როგორ გეხმარებათ? გამოწვევები რა თქმა უნდა არის ჯერ მარტო იმიტომ რომ ჩვენი პროდუქცია ეხება ბავშვებს, ძალიან მნიშვნელოვანია რომ პროდუქცია იყოს. მოთხოვნა არის, ხო, როგორც მოთხოვნა არის ძალიან დიდი, როგორც საქართველოში, ისე საზღვრის გარეთაც და მოთხოვნა ძალიან დიდია, ძალიან მნიშვნელოვანია რომ საბავშვო პროდუქცია იყოს ეკოლოგიურად სუფთა, იყოს სერტიფიცირებული და აი ამ პრობლემებს რა თქმა უნდა ჯერჯერობით ვეჩეხებით ის ადამიანები, ვინც საბავშვო პროდუქციას ვაწარმოებთ, რომ ეს ყველაფერი იყოს სერტიფიცირებული, სწორად მიწოდებული და ასე შემდეგ. ესეთი პროგრამები რა თქმა უნდა გვეხმარება, იგივე ფინანსურადაც არის თქვა სხვადასხვა პროგრამები, იგივე სერტიფიცირება სწორად გაიარო, რაღაცა სწორად რაღაც მებში ჩაჯდე ჩარჩოებში და მნიშვნელოვანია. კი ბატონო. და ჩვენი საუბრის ბოლოს საომოლო გეგმები და რას ურჩევთ ყველა იმ ქალს, მეწარმეს, რომელთაც აქვს სურვილი, რომ ამ პროგრამით ისარგებლონ, როგორ უნდა მოგაკითხო, როგორ მიიღონ, სად ნახონ ეს ინფორმაცია და როგორ მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტებში? სამომავლო მიზნებთან დაკავშირებით ამ კონკრეტული პროექტის ფარგლებში მინდა გითხრათ, რომ პროექტი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამიტომ ჩვენ მას პოზიტიურად ვუყურებთ, რომ აუცილებლად გავაგრძელებთ მომდევნო წლებში გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით. 100-მდე და 100-ობით აპლიკაცია შემოდის თითოეულ რაუნდზე და მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რეგლამენტი ითვალისწინებს თითო ინტეიქზე მხოლოდ 15-დან 20-მდე ქალბატონის მიღება, საქართველოს ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა ქალბატონს, ვინც აპლიკაცია გამოაგზავნა შევეხმიანებით, მივწვდებით და აუცილებლად შევთავაზებთ სხვადასხვა ვორქშოპებში და ტრეინინგებში მონაწილეობას. ამიტომ ყველა ქალბატონს, ვისაც ეიმედება და სჭირდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერა მისი ბიზნესის განვითარებისთვის, საქართველოს ბანკი მხარს აუცილებლად დაუჭერს. ვუსურვებ ქალბატონებს წარმატებას. ჩვეულებრივ განაცხადის განთავსება ხდება როგორც სოციალურ ქსელში, ასევე ჩვენს ვებგვერდზე. ყველა შეუძლია შეავსოს განაცხადი, ველოდებით ყველა ქალბატონს და ვუსურვებთ ძალიან დიდ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. ეკა ჭურაძე, სოფიკო კიკნაველიძე იყვნენ ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმრები.